აქტივისტ თათია აფრიამაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მას. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო ოცნების დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა. ცაცუას გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. თათია აფრიამაშვილი ცნობილი იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდამტვრად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამტვრთა კოდექსის 173 რეგლამენტის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული საქმეების სახე და ზომა განსაზღვროს ადმინისტრაციული პატიმრობა 12-ის სასამართლო ხალხის ძალის გაშინოდეს! დღეს მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ლიკა ლორთქიფანიძესაც, ხოლო მაგდა მამუკაშვილი მოსამართლემ 4,000 ლარით დააჯარიმა. როგორც ჩანს, ლაშხმა თავის თავზე მიიღო, რაც სიმართლეა, იმიტომ რომ ის არის რუსი მონა, რუსების მონა და ქოცი რუსი მონა. ამის გამო 12 დღით ჩასვეს 19 წლის ახალგაზრდა გოგო. და აი მარიამ ლაშხს მიუვართავ, რომ გონია, რომ მის შვილების მიმართ ეს ნათქვამი სიტყვები შეურაცხყოფელი იყო, აი რომ გაიზრდებიან მის შვილები და ნახავენ რომ მართლა მონა ყავს მშობელი. აი მე ნახავენ რაც იქნება რა. იმიტომ რომ 19 წლის გოგო, რომელსაც ორივე მშობელი ყავს ემიგრაციაში, ციხეში არ უნდა ჯდებოდეს 12 დღის განმავლობაში. არ არის არც ადეკვატური და ყველანაირ ზომებს ძდება უკვე. არალეგიტიმური მთავრობა კი არა. მონებიანია ყველა. პროცესის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტებმა და სტუდენტებმა სასამართლოს შესასვლელთან საპროტესტო ბანერები გაშალეს. პროტესტის ნიშნად თბილისის საქალაქო სასამართლოს ჭიშკართან ფოიერვერკებიც გაისროლეს. ლიკა ლორთქიფანიძის და თათია აფრიამაშვილის მხარდასაჭერად ილიაუნის სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ გზა გადაკეტეს და ფოიერვერკი ისროლეს. ქართული ოცნების დეპუტატმა მარიამ ლაშხმა სამი აქტივისტი ქალის წინააღმდეგ სარჩელი 17 მაისს მომხდარის გამო შეიტანა. ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტები საპროტესტო შეძახილებით მივიდნენ. ორი აქტივისტის მიმართ ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ერთის მიმართ კი ჯარიმას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული რეპრესიული ცვლილებებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა. რაც იწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.